სათხარ დავიწყოთ ხო? მოგესალმებით. რაც შეეხება თქვენს დასმულ შეკითხვას, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან დაკავშირებით, ეს არის მათი შიდა პარტიული სტრატეგია, რომელი კანდიდატი იქნებოდა მათი მოსაზრებით უფრო კონკურენტუნარიანი ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ კანდიდატთან მიმართებით. ამიტომ შესაბამისად ჩვენი მხრიდან შეფასება მე ვფიქრობ ზედმეტია, იმიტომ რომ ეს მათ უნდა განსაზღვრონ, ვინ არის თქვათ დავით ნარმანიას საპირწონე თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში ბატონი მელია ვერ გაუწევს კონკურენციას ჩვენს კანდიდატს, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ნაციონალური მოძრაობის არჩევანს და იმას, რომ მათ თვითონ გადაწყვეტეს, ვინ უნდა იყოს თქვათ კონკურენტი ქართული ოცნების კანდიდატის ამ შემთხვევაში. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა მივიჩნევთ, რომ დავით ნარმანია არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წევრი ქართული ოცნების და ის რეალურად არის ადამიანი, რომელიც მთელი თავის ძალისხმევას მიმართავს იქით, რომ თბილისი იყოს, ასე ვთქვათ, თბილისის მოსახლეობა იყოს კმაყოფილი მერის მომსახურებით, იმიტომ რომ მერი ძირითადად არის პირი, რომელიც ქალაქის მოსახლეობის ინტერესებს იცავს და ქალაქის ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, დავით ნარმანიამ თავის საქმიანობით ნამდვილად დაადასტურა ის, რომ ყოველი მისი მოქმედება, ყოველი მისი გადაწყვეტილება, მისი პროექტი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად ხდებოდა და ქალაქს ზუსტად თბილისს სჭირდება ისეთი მერი, რომელიც მოქალაქეების ინტერესებს იცავს და ზუსტად იცის რა უნდა თითოეულ მოქალაქეს. თბილისს კიდევ ასეთი ხელი ნამდვილად სჭირდება. იმიტომელი ამბობს, რომ თუ მას აირჩევენ ამ არჩევნებში, ამ შემთხვევაში მადლობას ეთქვი. თბილისელებს ნარმანიამ კი მადლობა ბიზინა ივანიშვილს უნდა გადაუხადოს. ივანიშვილის ფაქტორი იქნება თუ არა გადამწყვეტი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ნარმანიას არჩევის შემთხვევაში? თავადის ეს იქნება აქტუალური. ივანიშვილის ფაქტორი გადაწყვეტს თუ არა ამ შემთხვევაში თქვენ კანდიდატებს? ძალიან მწუხვარ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების რიტორიკა არ იცვლება და ისინი ვერ გამოდიან იმ კომპლექსიდან, რასაც ქვია ბიზინა ივანიშვილი. მე ამდენი ხანი იმიტომ ვილაპარაკე დავით ნარმანიას პიროვნებაზე, რომ დავით ნარმანია არის თავისთავად კანდიდატი, რომელსაც აქვს საკუთარი, ასე ვთქვათ, წონა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მოქალაქეების წინაშე, მან დაიმსახურა ის, რომ იყოს კანდიდატი. ეს ერთ, მეორე, მე ვთვლი, რომ რა თქმა უნდა, პირდაპირ თუ ირიბად იფქონიებს, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის ის გუნდი, რომელიც მოიყვანა ბიზინა ივანიშვილმა. ანუ ერთიანი გუნდი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი დღეს არ არის პოლიტიკაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, ჩვენს მიმართ, ჩვენი გუნდის მიმართ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ის სიმპათია. ივანიშვილი არის ქართული ოცნების გულშემატკივარი. შესაბამისად, ქართული ოცნების კანდიდატის გულშემატკივარიც იქნება. თუ ამას გულისხმობენ, მაშინ რა თქმა უნდა კი, მაგრამ მე ისევ და ისევ უსვამ ხაზს, რომ დავით ნარმანია არის კანდიდატი, რომელმაც ინდივიდუალურად საკუთარი პიროვნული თვისებებით და საქმიანობით მოიპოვა ის, რომ იყოს ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი. შეიძლება ინდივიდუალურ საქმეს მიმდინარეობს გუშინ გაკეთდა განცხადებები, რომ პროკურატურის მხრიდან იყო რაღაც პოლიტიკისებულებები პირადი ცხოვრების ამსახველი იგივე ინფორმაციები, რომ შეაფასოს ეს პროცესები და პროფილების განხილვის ხდება და ასევე მისი განცხადებებიც, რომ პოლიტიკურად არის მოტივირებული. რამდენად არის პოლიტიკურად მოტივირებული უკვლავად საქმეები? ისი სიმპტომატურია, არც ერთი თემა არ ჟღერს, სადაც ნაციონალური მოძრაობა არ ამბობს იმას, რომ რაღაცეები პოლიტიკურად, ყველაფერი პოლიტიკურად არის მოტივირებული. ეს არის სასამართლო პროცესი, ნახოთ თუ თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ პროცესუალური მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პროკურატურას აქვს უფლება მოითხოვოს აღკვეთი ღონისძიების, ასე ვთქვათ, გამოყენება პატიმრობის სახით, მაგრამ მიმდინარეობს ეს პროცესი და ამიტომ ზედმეტი კომენტარების გაკეთება ამ წუთას მე მგონია, რომ თქვათ არ იქნება სწორი. თუმცა რა თქმა უნდა არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ პოლიტიკური ზეწოლა არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შემიძლია გითხრათ
რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე მუშაობდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ვიყავი სწორედ იმ პროექტში, რომელიც სწავლობდა ძველი თბილისის განვითარების ფონდის და ასე შემდეგ ამ ფონდების საქმიანობას. და მე ვთვლი, რომ არსებობს საკმარისად მაღალი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ფული განიკარგებოდა არამიზნობრივად. უფრო მეტიც, საერთოდ ეს პროცესები არ იყო გამჭვირვალე, მე შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე პროცესი გვაქვს წაგებული, სწორედ ამ ფონდების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამიტომ მე ვთვლი, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია სასამართლოში. რაც შეეხება სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩანაწერები ჩანაწერები ინახებოდა საქმეში. მე ვთვლი, რომ ესეც არის ძალიან უმწეო გამბრძოლება მიმდინარე პროცესის მიმართ, იმიტომ რომ თუ გიგიუბულავას სატელეფონო მოსმენები კანონით დადგენილ ფარგლებში მიმდინარეობდა, მისი ნებისმიერი სატელეფონო მოსმენა ნებისმიერი სატელეფონო ზარის მოსმენა ხდებოდა, თუმცა მან თვითონ გაასაჯაროა ეს და ეს არ გაუსაჯაროებია ხელისუფლებას და ეს ინფორმაცია იყო დაცული, ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ გააკეთა განცხადება. თვითონ სასამართლო საქმეს არ ვიცნობ. თვითონ ფონდების საქმიანობას, რომლებთან დაკავშირებითაც მას წაუყენეს ბრალი, მეტნაკლებად ჩემთვის ეს მასალები ცნობილია. მე შემიძლია გითხრათ, რომ იყო აბსოლუტურად დახურული პროცესი ეს, არავის ხელი არ მიუწვდებოდა ამ ინფორმაციებამდე. მეცაც გეტყვით სასამართლომ ჩვენ მერიასთან მქონდა დავები, როდესაც გიგიუბულავა იყო თბილისის მერი და მოგებული პროცესების აღსრულებას ვერ ვახდენდით, იმდენად დახურული იყო. შესაბამისად, იქ სადაც უწყება დახურულია, ყოველთვის არსებობს მაღალი ალბათობა იმისთვის, რომ იქ ვიფიქროთ, რომ იყო კორუფციული გარიგებები, იყო ფულის ფლანგვა და ასე შემდეგ. ამიტომ არავითარი საფუძველი, რომ ამ წუთას მე პროკურატურას არ ვენდო ბრალდების ნაწილში, ნამდვილად არ არსებობს. თუ მან დაარღვია, თქვათ, გამოცხადების, ასე ვთქვათ, მისთვის დადგენილი ვადები და პროცედურები შესაძლოა იყოს. ყოველ შემთხვევაში მე ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ დაველოდოთ ერთი სიტყვით, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და როდესაც სასამართლო უნდა დაასაბუთოს, არის თუ არა პროკურატურის ასე ვთქვათ, შუამდგომლობა მოტივირებული. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე არ მივაყენებ პირველ არხს და საერთოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ის შეურაცხყოფას, რომ თქვა, რომ განვითარება შეუშალა ხელი, მაგალითად არის პირველ არხზე გადაცემა რეალური სივრცე, რომელიც ძალიან სახალხო გადაცემაა და მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის ისტორიაში ესეთი ადამიანებთან და მოქალაქეებთან ახლო გადაცემა ჯერ არ მინახავს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ შეფერხებულია საზოგადოებრივ მაუწყებლის საქმიანობა. დავასრულებ, გავიგე უკვე თქვენი ასე თქვა შეკითხვა. და ამიტომ ვთქვათ, შემიძლია პირველი არხის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, მმართველი სტრუქტურების სრულყოფილად ვერ მუშაობენ, ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ იმაზე უკეთესად, ვიდრე ვთქვათ, ოდესმე. ეხლა რაც შეეხება თვითონ საბჭოს არჩევის წესს, მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პარლამენტმა, დღეს მოქმედმა საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის ფარგლებშიც ვერცერთი პოლიტიკური ძალა საკუთარი ინტერესების, ასე ვთქვათ, გატარებას ვერ ახერხებს, ეს არის ცალსახა. ჩვენ დავძვრეთ ზუსტად ასეთი კარგი კანონის მიღებისათვის ჩვენ დავძვრეთ ვეტო. და ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა თქვენ გახსოვთ მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე ვეტო დაადო, ჩვენ მოგვიწია ამ ვეტოს დაძლევა. რა მაქვს ხედველობაში? ჩვენ მართალია შესაძლოა პარლამენტმა ვერ შეძლო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა ვერც უმრავლესობამ, ვერც უმცირესობამ და საერთოდ ჯამში ქვორუმი ძალიან მაღალია, რომ ყველას სჭირდება. ეს არის კონსენსუსზე ორიენტირებული პრაქტიკულად გადაწყვეტილებები და შესაძლოა პარლამენტმა ამ თანხმობას ვერ მიაღწია, მაგრამ ერთი რამ ცალსახაა, რომ სწორედ ამ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც პოლიტიკურად მოტივირებული სამეურვეო საბჭოს შექმნა გახდა შეუძლებელი. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ეხლა რაც შეეხება პროცესის გაგრძელებას, მე ვთვლი, რომ
ის რაც გააკეთა თვითონმა კომისიის წევრმა, თვითონმა კონკურსანტმა თავისი აქტიური მონაწილეობით და შექმნა პრეცედენტი იმის, რომ შეიძლება ბრძოლა ასე ვთქვათ დასაბუთებული გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღებისათვის იყო უპრეცედენტო საქართველოში, ეს იყო დადებითი პროცესი და მე მოუწოდებ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ამ პროცესში კვლავ მიიღონ მონაწილეობა და საზოგადოებისთვის ისევ გახდება ნათელი, რამდენად შესაძლებელია ასეთი თქვათ პოლიტიკურად კონსენსუსის ასეთი გადაწყვეტილებების მიღება დღევანდელ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროცესი გრძელდება და მე იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი კანდიდატი წარმოადგენს თავის ასე ვთქვათ განაცხადს ამ პოზიციაზე და დარწმუნებულია თქვენ თვითონ მიადევნებთ თვალყურს, რომ ეს პროცესი იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც იყო. დიახ, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, სადაც კომისია იგივე შემადგენლობით იქნება პარლამენტის წინაშე წარმოდგენილი და პარლამენტმა ხელახლა უნდა დაამტკიცოს ამ კომისიის შემადგენლობა. რა თქმა უნდა, დაუჭერთ. კომისიის პირობებში რამდენად გვაქვს გარანტია, თქვა იგივე კანდიდატების დასახელდა და კიდევ ვერ შეძლო მართლმადიდებლმა შეთანხმება ერთ კანდიდატზე, ანუ პირველი მაშინ კომისიამ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გაუსვამ ხაზს, რომ კომისიამ იმუშაობს ბრინვალედ, ამიტომ მე დიდი სიხარულით დავუჭერ ამ შემადგენლობას, ასე ვთქვათ, მხარს. რაც შეეხება ხა კანდიდატებს, მე მინდა გითხრათ, რომ კანდიდატები იმედი მაქვს, რომ გაცილებით მეტი კანდიდატი იქნება, ამიტომაც არ ვხედავ იმ რისკს, რაზეც ხა თქვენ მესაუბრებთ, რომ ვერ მოხდება შეჯერება. ესეთ რისკები, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოში, სადაც წარმომადგენლობით ორგანოში, სადაც 150 ადამიანი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე უკვე მსგავსი რამ არ გამეორდა. დიახ, ეხლა ამ ეტაპზე უკვე საქართველოს პარლამენტს კომისია უნდა წარმოუდგენს 15 შერჩეული კანდიდატი და არა 27. რაც შეეხება ნარკომანებლებთან დაკავშირებით კანონის პროკურატურამ გააკეთა განცხადებასთან დაკავშირებით. თქვენი პოზიცია თქვენ გითხრათ, როგორი არის თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით? უნდა განკაცდეთ? მე ვთვლი, რომ მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება არ იქნება საშუალო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორც წესი ზოგადად სანქციების გამკაცრება არ იწვევს, ასე ვთქვათ, პრობლემის აღმოფხვას. ეს არის კომპლექსური თემა. ამ პროცესში ალბათ გაცილებით უფრო ინტენსიურად უნდა იყოს ჩართული ჯანდაცვის სამინისტრო და მეტი საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებია საჭირო და მხოლოდ ასე ვთქვათ სანქციების გამკაცრებით შედეგი ნამდვილად ვერ მიიღწევა. Danke.